1 ივლისიდან საჯარო მოხელეები კონკურსის წესი დაინიშნებიან. პირველი სამუშაო შეხვედრა კომისიის დაკომპლექტების მიმართულებით საკრებულოში გაიმართა. ყბადაღებული თემა უკონკურსოდ დანიშნულ საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით 1 ივლისიდან წარსულს ჩაბარდება. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო მოხელესა და აღნიშნული თანამდებობების დაკავების მსურველ პირებს კონკურსის გავლა მოუწევს. საჯარო მოსამსახურე 1 ივლისიდან სამ თვეზე მეტი ვადით, მოვალეობას რო ასრულებდეს არ შემოქმნოვიდან, რაც შეიძლება მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდა ამის დასრულება, იმიტომ რომ კანონთან შესაბამისობაში რო იყოს მე თვითონ საჯარო მოსამსახურის საქმიანობა მოყვანილი. როგორც საკრებულოს იურისტი ამბობს, კონკურსი სავარაუდოდ 1 ოქტომბრისთვის დასრულდება, თუმცა გამგებელსა და მის მოადგილეებს კანონის თანახმად შეუძლიათ კონკურსის გავლა 1 წლით გადადონ. 1 ივლისისთვის ჩვენ გვექნება უკვე ჩამოყალიბებული ეს პირობები, გვეცოდინებათ დეტალები, თქვა თუ რა ფორმით ჩატარდება კონკურსი, იმიტომ რომ არსებობს კონკურსის სხვადასხვა ფორმა, ეს არის გასაუბრება, ან ტესტირება, ან დუბლირება, თავი შეიძლება მოხდეს. ჩვენ ამ ეტაპზე ვფიქრობთ, რომ მოხდეს ტესტირება და ამის შემდეგ გასაუბრება, თუმცა ესეც კომისიის ხომაზე გადაწყდება. თვითონ რა შეეხება, დარწმუნებული ვარ, ოზურგეთში ძალიან ბევრი ახალი სახე არის, რომელთაც შეუძლიათ რომ დაიკავონ ისათვის თანამდებობა, ეს იქნება ქალაქში თუ სოფლად, წმუნებულის თუ თანაშემწის სპეციალობაზე. წინასწარ ყველა კონკურსაც ეცოდინება, თქვათ რა ძირითადი შეკითხვები იქნება ტესტების შემთხვევაში. და ეს თავისთავად იქნება კანონი საჯარო სამსახურის შესახებ, ორგანული კანონი თვითმმართველობის შესახებ, კონსტიტუცია და ასევე იქნება სხვადასხვა პროფესიული შეკითხვები. აღნიშნულ თემაზე მუნიციპალიტეტის საკრებულო 15 მაისისთვის დაგეგმილ ბიუროს მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.